ეს კაცი ჩემი შვილის კოლერს იცავს ამ საქმის დასრულებიდან 3 წელიწადში, როდესაც შემოდის ზარი, ადამიანი მეუბნება, რომ მე თქვენ გიცნობთ, თქვენ მე ვიცნობთ. დაგიცავს თუ არა ადამიანი, როდესაც იყავით დარწმუნებული, რომ ის დამნაშავეა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დედა, გარდაცვლის დედა. მე უნდა დამეკითხა დაზარალებული და პირდაპირ მოწმობა, ორი პირდაპირ მოწმობა. რთულ სიტუაციაში რომ ჩავარდები, იქ ავლენ შენს რეალურ უნარებს. მსმენელი არა მარტო გვისმენს, არამედ გვიყურებს, ამიტომ სხეულის ენა ძალიან დიდი მნიშვნელობის შემცველი რამ არის და განსაკუთრებულად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს ადვოკატად. მე მინდა იმ ბულინგის თემაში შევეხო და გავაგრძელო. მე მახსოვს ჩვენ ვიცავდით ერთ-ერთ პიროვნებას, მკვლელობაში იყო ბრალდებული და როგორ წევლიდა და ტალახში ქსვრიდა დაზარალებული. და გავიდა წლები, რამოდენიმე წელი. და ეს დაზარალებული მე დაგიკავშირდა შენ დაგიკავშირდა. და გთხოვა საკუთარი შვილის დაცვა, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს. აი ეს რა გზნობა იყო და ამით რა დასტურდება. საინტერესო შემთხვევა გაიხსენე ჯაბა. კარგად მახსოვს, ეს იყო კვლელობის ბრალდება იყო, სადაც ჩვენ ვასაბუთებდით აუცილებელ მოგერიებას და ვასაბუთებდით იმას, რომ გარდაცვლილი თავს დაესხა ბრალდებულს და ბრალდებულმა თავი დაიცვა. და რა თქმა უნდა იქ მოკროლის ახლობლები დადიოდნენ პროცესზე და მათ არ აინტერესებდათ რომ გარდაცვლილი ადამიანი რეალურად თავს ესხმოდა ბრალდებულს და მხოლოდ ამის გამო მოკლა ბრალდებულმა, რომ საკუთარი სიცოცხლე დაიცვა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დედა, გარდაცვლის დედა. მე აბსოლუტურად მისმის, არასდროს გავაკრიტიკებ ამ ქალბატონს და არც მაშინ ვაკრიტიკებდი გახსოვს ალბათ, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან აგრესიულად გვესხმოდა თავს, გწყეული და გულანცხავდა ყველანაირად, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც მახსოვს მისი კომენტარები და ძალიან არ ვიცი, ამას ნეგატივი არ ქვია, ეს ნეგატივზე მეტია, რასაც ეს ადამიანი აფრქვევდა ადვოკატების მიმართ. პროცესებზე და პროცესების გარეთაც. ერთხელ მახსოვს, რომ რომელიღაც კომენტარის ქვემოთ დაუწერა ვიღაც ადამიანს, რომ ეს შენ რომ გონია სამართლიანი ადამიანი, ესე ნამდვილად არ არის, ეს კაცი ჩემი შვილის კოლერს იცავს, ხმალა მოღებულიო და ის ადამიანი გააკრიტიკა, რომელიც ჩემზე კარგ კომენტარს წერდა. ესეც მახსოვს. და მახსოვს ასევე, რომ ყოველი სასამართლოდან გამოსვლის დროს ეს ქალბატონი დაყვებოდა ძალიან აგრესიულად და ცდილობდა, რომ რაღაც ცუდი ეთქვა ჩვენი მისამართით. და დაახლოებით ამ საქმის დასრულებიდან 3 წელიწადში, როდესაც შემოდის ზარი, ჩემს ტელეფონზე ადამიანი მეუბნება, რომ მე თქვენ გიცნობთ, თქვენ მე ვიცნობთ, თქვენ ხართ ის ადვოკატი, რომელიც იცავდით ჩემი შვილის კვლელობაში ბრალდებულს, მართალია მე მაშინ ვერ გიტანდით დასანახად და ყველაფერს ცუდს გისურვებდით, მაგრამ ახლა გეუბნებით, რომ ჩემს მეორე შვილს ჩაუდეს ნარკოტიკი, უდანაშაულო ადამიანს მიღუპავენ და თქვენ ხართ ის ადვოკატი, ვისაც მე ბოლომდე ვენდობი. და ვიც ზუსტად ვიცი, რომ უკან არაფერზე დაიხევს, რომელიც არ შეშინდება და დაიცავს ჩემს შვილს ბოლომდე ერთგულად. და ჩვენთვის ამ ყველაფერს გადახარშვა უცებ ძალიან რთული იყო და ვერასდროს წარმომედგინა, რომ ეს ადამიანი არათუმე დამირეკავდა და რამეს თხოვდა, არამედ საერთოდ ოდესმე რაიმე სახის კომუნიკაციას შემოვიდოდა ჩემთან. იმდენად ნეგატიურად იყო განწყობილი მთელი იმ პროცესების განმავლობაში, როდესაც მე მისი შვილის კვლელობაში ბრალდებულს ვიცავდი. და სხვათა შორის ჩავერთე და მე მგონი ერთადაც გვიმუშავია ჩვენ ამ საქმეზე
გახსოვს ალბათ რაღაც კამერებიც ამოვიღეთ და ნამდვილად დადასტურდა რომ მის პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკი და გახსოვს ალბათ რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით სასამართლო დარბაზში 1-2 მომენტი იყო როდესაც რაღაც კომუნიკაცია შევეცადეთ და ვამბობდი რომ ეს პოლიციელები ცრუობენ ნუ გჯერა რასაც იტყვიან ყველაფერს ნუ გჯერა ჩვენ ვიცავთ ჩვენს დაშქრეშ ყოფს და ჩვენ არ გჯერა პროკურატურის ვერსიას ჩვენ არ გჯერა პოლიციის ვერსიის და ის ამბობდა რომ პოლიციას რა ინტერესი აქვს რომ იცრუოს მე მჯერა პოლიციის აბა შენი დაშქრეშ ყოფის უნდა მჯეროდეს რომელიც საშინელი ადამიანია და როგორ ლანძღავდა მას გახსოვს და ის გვიმტკიცებდა რომ პოლიციის უნდა გჯეროდეს მაშინ და უკვე როდესაც პოლიციამ შემდეგ მიშვის ჩაუდო ნარკოტიკი აქ უკვე ეს ადამიანი აღმოჩნდა უკვე სხვა მხარეს მან დაინახა რომ ბრმად დაუჯერო პოლიციელს მხოლოდ მისი სტატუსის გამო ეს არის დაუშვებელი ანუ ამ ადამიანმა დაინახა გრძნო ის რომ ადვოკატის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხიანი მარსაჯულების განხორციელებისთვის ამ ადვოკატმა როდესაც უსამართლობა საკუთარ თავზე იწვნია მხოლოდ მაშინ გაანალიზა ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროფესია არის ადვოკატის პროფესია სხვათა შორის მე დღესაც მაქვს ჩემს დაცვის ქვეშ ყოფთან ანუ ამ ქალბატონიშვილთან კომუნიკაცია ამ ქალბატონთანაც კომუნიკაცია მეცაც გეტყვით რომ მეგობრობთ დღეს ჩემი უფროსი მეგობარია შეიძლება ითქვას და ერთ-ერთი დიდი მხარდაჭერი და გულშემატკივარია ჩემი და ჩემი პროფესიის და მე აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანის რომელიც მაშინ საშინელებებს ამბობდა ჩვენზე და რომელიც დღეს უკვე პირიქით აფასებს ჩვენს პროფესიას და ძალიან ხშირად ადამიანები არიან სწორედ ამგვარად განწყობილნი რომ ადვოკატის პროფესიას აფასებენ მხოლოდ მას შემდეგ რაც თვითონ დაჭირდებათ ადვოკატის დახმარება აი როდესაც თვითონ აღმოჩნდებიან უსამართლობის ქვეშ აი ამის შემდეგ უკვე აფასებენ ადვოკატის პროფესიას მანამდე ისინი ვერ ხედავენ საერთოდ ადვოკატის საჭიროებას და მანამდე ისინი ადვოკატში ხედავენ ადამიანს რომელიც იცავს კვლელს რომელიც იცავს გამაუპატიურებელს კრიმინალს ყაჩაღს და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა არასწორი არის და საზოგადოება ადვოკატში კვლელის დამცვეს არ უნდა ხედავდეს ის უნდა ხედავდეს იმ პროფესიონალს რომელიც ადამიანის უფლებას იცავს რომლის გარეშე ხარისხიანი მარსაჯულების განხორციელება შეუძლებელია და მე მინდა რომ თუ ეს თუნდაც დღევანდელი შენი შეკითხვა რომლისთვისაც მადლობას გიხდი და პასუხის არ მე დაიდება მინდა რომ ეს ვიდეო ნახონ იმ ადამიანებმა რომლებიც ლანძღავენ ჩემს კოლეგებს მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს რომლებიც ღირსეულად იცავენ სხვადასხვა ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და როდესაც რაიმე დანაშაული მოხდება და ისინი ერთვებიან საქმეში და კომენტარებში ადამიანები ადვოკატებს განსხვავენ, ადვოკატებს ემუქრებიან, ადვოკატების დაკავებას ითხოვენ და ჩაქოლვას ითხოვენ. მე მინდა სწორედ ამ ადამიანებმა ნახონ ეს ვიდეო, ამ ადამიანებმა მოგვისმინონ და მიხვდნენ, რომ ადვოკატის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ყველაზე ფუნდამენტური პროფესია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ძლიერი ადვოკატურა უდრის ძლიერ სახელმწიფოს და დაცულ საზოგადოებას. გეთახმები, დარიელისო, მაგარი ისტორია ბურძლავს, როცა ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს. აი აქ მინდა ეს რაღაცას ჩაგეკითხო რა. დარიელ კაკაბაძე დაგიცავს თუ არა ადამიანი, როდესაც იყავით დარწმუნებული, რომ ის დამნაშავეა. შენ გახსოვს ჩვენს გვიმუშავია არაერთ საქმეზე, სადაც ხედავდით, რომ სუფთა იურიდიული კუთხით
პირი იყო დამნაშავე, მაგრამ მორალური მხრივ ჩვენ მას აბსოლუტურად ვამართლებდით. ერთ-ერთი საქმე იყო ესეთი, როდესაც რამოდენიმე პირმა იცალა და მცირეწლოვან ბავშვზე და ამ ბავშვის მამა გამოედევნა და დაჭრა ერთ-ერთი მათგანი და მკვლელობის თელობას ედავებოდნენ. ესეთი საქმე იყო, სადაც სხვადასხვა გავამართლეთ ეს პიროვნება, ოდიკ ჩვენ გასაგებია, ჩვენ ცოტა სხვა სტრატეგია გქონდა ჯვარედინ დაკითხვის, კარგად ჩატარებული ჯვარედინ დაკითხვით და ბრალდების მოწმე და დისკრედიტაციით მოვიგეთ ეს საქმე, იმიტომ რომ ეს მოწმეებიც რო ინფორმაციას აწვდიდნენ გამოძიებას და სასამართლოს, ისინი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ფარავდნენ, არასწორ ინფორმაციას აფიქსირებდნენ გამოკითხვის ოქმებში, შემდეგ უკვე სასამართლოში, რომ საკუთარი დანაშაული დაემალათ და ჩვენ ამაზე ავაგეთ მთლიანად დაცვის პოზიცია და მათი იმპიჩმენტი და მათი დისკრედიტაცია მოვახდენით სასამართლო პროცესზე. სუბთა იურიდიული თვალსაზრისით, თუ დავაკვირდებით და თუ გავიხსენებთ, რაც მოხდა, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც შურისძიებად. იმიტომ რომ გასაგებია, მცირეწლოვან შურზე ვიღაც ზალადობს და შენ გამოედევნები, ეს არის შურისძიება სუბთა იურიდიული კუთხით, მაგრამ მორალური მხრივ შეიძლება ამ ქმედებას გამართლება მოუწებნო. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეუღლესთან ერთად იყო ჩვენი დაცქვეშყოფი მანქანაში, გავიდა რომელიღაც მაღაზიაში და მეზობლის მამაკაცი შეუვარდა ქალბატონს და დაუწყო რაღაც ძალით მოფერება. გახსოვს ალბათ, ქალბატონმა დაიწყო კევილი, ეს მამაკაცი გადმოვიდა მაღაზიიდან და ამ პიროვნებას გამოედევნა და დაჭრა. გახსოვთ ალბათ ესეთი საქმე, იქაც მკვლელობის თელობას ედავებოდნენ თუ არ ვცდები და იქაც ამ მამაკაცს ვიცავდით. სუბთა იურიდიულად, კი ბატონო, შეიძლება დამნაშავე იყო, იმიტომ რომ პირი გარბოდა და გამოედევნა ეს, მაგრამ მორალური კუთხით მან დაიცვა თავისი მეუღლე, მან დაიცვა ოჯახის ღირსება. შესაბამისად, მორალურად ეს ადამიანი მორალურად რა თქმა უნდა გასამართლებელი იყო. და სხვადასხვა ორივე ეს მაგალითი, რომელიც მე ახლა მოვყევი, ორივე ეს ადამიანი დღეს ძალიან წარმატებული ადამიანი არის. ყავს ორივე მათგანს ყავს შვილები. არც ერთ მათგანს დანაშაული არ ჩაუდენია და ისინი არიან საზოგადოების ძალიან ღირსეული წევრები. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანები არიან, ვისაც მეოდეს მე შეხვედრივა და წარმოიდგინეთ, რა საცოდაობა იქნებოდა ამ ადამიანების 10, 12, 15 წლით ციხეში გაშვება. რა მოხდებოდა? ეს ადამიანები ცხოვრების გზიდან, პატიოსანი ცხოვრების გზიდან შესაძლოა სხვა გზაზე გადასულიყვნენ და ეს წესიერი ხალხი შესაძლოა კრიმინალებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ამიტომ არის მნიშვნელობა, რომ როდესაც დანაშაული ხდება, ყველა შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი 15-20 წლით და უადო ციხეში გაუშვოთ. ჰუმანური მიდგომა ხშირ შემთხვევაში ყველაზე სწორი მიდგომა არის. ადამიანს მეორე შანსი, მეორე შესაძლებლობა უნდა მივცეთ აუცილებლად და მხოლოდ იმას არ უნდა უყუროთ, რომ აი ადამიანმა ჩაიდინა და მორჩა, ის სულ ციხეში უნდა იყოს. არა, ეს არ არის სწორი. მორალურ მხარესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ზოგადად მე მჯერა, რომ სამართალი მორალისგან არ უნდა იყოს დაცლილი. სწორედ ამიტომაც მომწონს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ისინი მორალურ მხარეს უყურებენ და არა მხოლოდ მშრალ მუხლებს და არა მხოლოდ სამართლებრივ, სუბთა სამართლებრივ მხარეს. მორალური მხარე ნაფიც მსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი ბატონო. ტარიელ, ჯვარედინი დაკითხვა ახსენე ახლა შენ ამ პასუხში. და რომ ეს საქმე ფაქტიურად შენ ჯვარედინი სწორად წარმართული ჯვარედინი დაკითხვით მოიგე. რა შეცდომებს უშვებენ ადვოკატები ჯვარედინი დაკითხვის დროს? მაგალითად, ესე რო ავიღოთ ბლიცივით 5 ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადვოკატები უშვებენ ჯვარედინი დაკითხვის დროს. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ატარებს ჯვარედინი დაკითხვას, თუმცა ჯვარედინი დაკითხვა არის ზოგადად იმდენად რთული რამ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს, ყოველდღიურ მეცადინეობას მოითხოვს. ანუ დაუშვებელია მაგალითად ჩვენ ვიფიქროთ, რომ მე ვიცი ჯვარედინი დაკითხვა და მეტი განვითარება არ მჭირდება. აი როგორც სპორტსმენი შესაძლოა ამოვარდეს ფორმიდან, თუ მან არის ვარჯიშის საკუთარ თავზე არ იმუშავა. ასევე ადვოკატი შეიძლება ამოვარდეს ფორმიდან. არსებობს ესეთი ადვოკატი, ახლა ხანს გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, ეფლი ბეილი.
ეს არის ადვოკატი, რომელსაც O.J. Simpson-ის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეები დაკითხა, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც გაამართლეს საჯულებმა. მან მოახდინა გამომძიებლის დისკრედიტაცია ძალიან კარგად, ეფექტურად ჩატარებული ჯვარდინ დაკითხვით და ამ ადვოკატს აქვს რამდენიმე წიგნი, თუ არ ვცდები, 10-მდე წიგნი აქვს დაწერილი მხოლოდ ერთ თემაზე, როგორ ჩავატარო ჯვარდინ დაკითხვა და თვითონ ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წიგნი დავწერე ჯვარდინ დაკითხვასთან დაკავშირებით, ჯერ მეც კი არ ვიცი კარგად როგორ ჩავატარო ჯვარდინ დაკითხვა. აი წარმოიდგინეთ, ეს არის ამოუწურავი თემა. ეს არის ამოუწურავი თემა, რომელიც კიდევ მეორედ ყოველდღიურ მუშაობას და დისციპლინას მოითხოვს. და ხშირად რა შესტუმებს ვაწყლებით თუნდაც იმიტირებულ პროცესებზე სასამართლო დარბაზში და ასე შემდეგ. პირველი რაც აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ მიმანიშნებელი კითხვები უნდა დავსვათ და კითხვა რატომ, როგორ არ უნდა დავსვათ ჯვარდინ დაკითხვის დროს, ანუ რა არის თავარი. ამ დროს ჩვენ ყვებით ამბავს, მოწმე კი არ ყვება ამბავს ჯვარდინ დაკითხვის დროს, ადვოკატი ყვება ამბავს და მოწმე უბრალოდ ამ ამბავს ეთანხმება. მნიშვნელოვანი არის, რომ თუ პირდაპირ დაკითხვის დროს ვცდილობთ, რომ პირდაპირ დაკითხვა იყოს მაქსიმალურად დამაჯერებელი, ქრონოლოგიურად მივყვეთ ფაქტებს და ჩვენმა მოწმემ ქრონოლოგიურად მოყვეს ფაქტები, ჯვარდინ დაკითხვის დროს პირიქით. ამ დროს ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება არა კონსტრუქცია, არამედ დესტრუქცია და მნიშვნელოვანი არის, რომ დავიწყოთ და დავასრულოთ ძლიერად. ეს ეხება სხვათა შორის არა მარტო ჯვარდინ დაკითხვას, არამედ შესავარ სიტყვასაც და დასკვნილ სიტყვასაც. დავიწყოთ და დავასრულოთ ძლიერად. აი მაგალითად, თუ ჩვენ ვიცით, რომ უნდა დავსვათ 30 კითხვა. პირობითად ვამბობ. აქედან 2 კითხვა აუცილებლად იქნება ძალიან ძლიერი და ჩამჭრელი, რომელიც მოახდენს მოწმის დისკრედიტაციას. აუცილებელია დავიწყოთ ერთი ასეთი შეკითხვით და დავასრულოთ მეორე ასეთი შეკითხვით. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მსმენელს ამახსოვრდება დასაწყისი და ბოლო ნაწილი. შუაში რაც ხდება, ხშირ შემთხვევაში ეს ნაკლებად ამახსოვრდება. აი წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ძლიერი კითხვა დავსვით და მოწმე ჩაიჭრა, დისკრედიტაცია მოხდა, ნაფის საჯოს უკვე მისი აღარჯერა და თუ ასეთივე კითხვით დავასრულებთ, ეს ძალიან დადების შაბეჭდილებას მოახდენს ნაფის საჯულებს, მაგრამ თუ ბოლო კითხვაზე ძალიან დამაჯერებელი პასუხი გასცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი დაწესების პოზიცია ძალიან დააზიანა და ამით დავასრულებთ. უკვე ძალიან ნეგატიური ფონით დასრულდება და ნეგატიური განწყობით ჩვენს მიმართ დასრულდება უკვე აღნიშნული ჯვარდინ დაკითხვა ყველანაირ ეფექტს დაკარგავს. ასევე მნიშვნელოვანი რა არის იცით, რომ არ დავსვათ ზედმეტის შეკითხვა და არ გავაჭიანუროთ ჯვარდინ დაკითხვა. აი მაგალითად, ხშირად ხედავთ, რომ 2 წუთის განმავლობაში მოწმეს ისეთ კითხვებს უსვამენ, რაც არის ძალიან ეფექტური. მოწმე დისკრედიტირებულია. მოსამართლის მისი აღარჯერა, ნაფისაჯოს მისი აღარჯერა და კიდევ იმ იმედით, რომ იქნებ კიდე რამეში გამოვიჭირო, 2 საათი კიდე რაღაც კითხვებს უსვამენ. ამ დროს იცით რა ხდება? ის 2 წუთიანი ეფექტი იკარგება. ის 2 საათი ამ 2 წუთიან ეფექტს კარგავს. აი, ჭიქის ავსება რომ გვინდა წყლით, ავავსეთ ხო? ონკას უნდა მოვაშოროთ. კიდე 2 საათი ხო არ უნდა გქონდეს გაჩერებული. შედეგს ვერ მივაღწევთ. პირიქით ნეგატიური შედეგს მივიღებთ ასეთ შემთხვევაში, ხო? დაახლოებით იგივე არის, იგივე შედარება შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენ და იგივე შეგვიძლია ჩვენ თქვათ ჯვარდინ დაკითხვასთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ზოგადად გაჭიანურებას, ამ კუთხით ასევე ძალიან ხშირია ზედმეტი კითხვების დასმა. აი მაგალითად, ერთ-ერთი საქმიდან იყო, ესეთი მაგალითი მახსენდება, აი მაგალითად საქმეში 2 მოწმე იყო დაკითხული, მოწმე A და მოწმე B. და მოწმე A ამბობდა, რომ ბრალდებულთან რომ მივედით, ბრალდებული აივანზე გამოვიდა და ჩვენკენ ისროლაო. აივანზე გამოვიდა. B ამბობს, რომ ბრალდებულთან სახში რომ მივედით, ბრალდებულმა ფანჯრიდან გამოიხედა და ჩვენკენ ისროლაო. და შემდეგ იყო ასეთი შეკითხვა დასმული, დაცვის მხრიდან. შემთხვევაში ბრალდებულმა დასვა ეს შეკითხვა, რომ კი მაგრამ რომელი იტყუება შენმა მეგობარმა თქვა, აივანზე გამოვიდა და იქიდან ისროლაო. შენ მეუბნები ფანჯრიდან გამოიხედაო და რომელი გვატყუებთ ერთი გამაგებინეო. და ამ დროს დარბაზმა იფიქრა, რომ ძალიან მაგარი კითხვა დაისვა და აი როგორ გამოიჭირა მოწმე.
სინამდვილეში რა მოხდა? მოწმეს მიეცა შესაძლებლობა გამოისწორებინა ეს მცირე შეცდომა თუნდაც და წინააღმდეგობა. და მოწმე მიცით რა თქვა? როგორ გეკადრებათ, არც ერთი არ ვიტყუებოდითო. ორივე მართლები ვართო, როგორო აბაო? ჰაივანს ფანჯარა ქონდა. ანუ მან მოახდინა რეაბილიტაცია და მან გამოასწორა. და ძალიან ხშირად ჩვენ ხედავთ რომ ზედმეტი კითხვა არის ხოლმე დამღუპველი. ზედმეტი კითხვა არის დამღუპველი. აი მაგალითად ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც საქმეში იყო ვიდეო კამერის ჩანაწერი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო გაკეთებული და ვიდეო ეთოდა თან აღნიშნულ ოქრს. ვიდეო ჩანაწერი ძალიან კარგად ჩანდა, რომ მესამე A კორპუსიდან საერთოდ არ ჩანდა პირველი A კორპუსი. მკვლელობა მოხდა პირველი A კორპუსის პირველი სადარბაზოს წინ. და მოწმე ამბობს, რომ მე ვიდექი მესამე A კორპუსთანო და კარგად დავინახე ყველაფერია. და ვიდეოთი ხვდებოდი იმას, რომ საერთოდ არ ჩანდა ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსი, ანუ ვერ დაინახავდა. მოწმე, ბრალდების მოწმე მოდის, ყვება ამ ყველაფერს, რომ მე დავინახე, დეტალურად ყვება და ასე დროს ზოგი რასაკეთებს. ასე დროს ზოგიერთი წარუდგენს ვიდეოს დაკითხვის დროს 115 მოხლით საპროცესო კოდექსის და ეკითხება. კი, მაგრამ აქედან აქ რო არ ჩანს არაფერი, როგორ დაინახე აბა ერთი მითხარი. და მოწმე რასაკეთებს ის შემთხვევაში? მოწმე გამოასწორებს. აზუსტებს. ბისმიერი მოწმე გამოასწორებს და ამბობს რას? რომ ბოდიში მე მესამე კორპუსის სადარბაზოს და კი არა მეორე სადარბაზოსთან ვიყავ წეღან შემეშალა სიჩქარეში ვნერვიულობდი სასამართლო დარბაზში. ანუ ეს არის ზედმეტად დასმული შეკითხვა. უმჯობესია მოწმის დაკითხვას რო დაასრულებ. ამის შემდეგ ან თუნდაც ვიდეოს გამოკვლევის დროს ახსნა ეს გარემოება, ეს წინააღმდეგობა, ან დასკვნით სიტყვაში აჩვენო ვიდეო, დააპაუზო მესამე კორპუსის სადარბაზოები, პირველი კორპუსის სადარბაზოები, აჩვენო მოსამართლეს და ნაფიც საჯურსო უბრალოდ არ ჩანს, რომ ეს მოწმე ცრუობს და პირდაპირ წარდგენა და ამ კითხვის დასმა უბრალოდ ძალიან დიდი შეცდომაა. ასევე ხშირად დაშვებული შეცდომა რა არის კიდევ ვიცით, რომ ხშირად აქვთ ბრალდებულებს აქვთ ხოლმე ეს მოლოდინი, რომ მოწმე რომელიც ხელს ადებს დანაშაული ჩადენაში ამ ხელს შის შემთხვევაში ცრუ მოწმე აქვთ იმედი, რომ იქნებ მოვიდეს და იქნებ ღმერთმა გადმომხედოს, ხელი არ დამატოს ამ ადამიანმა რა. იქნებ სინდისმა ან და ნამუსში როგორც არის პროცესის დროს იმართლეთ. დიახ, იქნებ სინდისმა და ნამუსმა გადაცალოს და იქნებ რაღაც ჯოჯოხეთში მოხვედრის შეეშინდეს. ესეთი რამ არ ხდება, ეს ხდება მხოლოდ ფილმებში. მე მომყავს ხოლმე მაგალითად ერთ-ერთი ფილმი, სადაც ადვოკატი რო უყვირის რა, შენ გაეცი არასწორი ბრძანებაო და ბოლოს რო უყვირის, ხმამაღლა ისეუნება, კი მე გავეცი არასწორი ბრძანებაო. დიახ, და გაამართლებენ ბრალდებულს და მოწმეს ბორკილებს დაადებენ. ესე არ ხდება, იქ ყვირილით, ყვირილით ადვოკატის შედეგს ვერ დადებ. სასამართლო დარბაზში ეს ხდება ჰოლივუდის ფილმებში ყველას უხსნი ამას და ყოველთვის ვამბობ რომ იმიტირებულში ვხედავ მე ამას ძალიან ხშირად გამოდიან და მოწმეს უყვირიან არ არის სწორი იმის იმედი კი არ უნდა გქონდეს რომ მოწმეს სინდისი შეაწუხებს რომ მოწმეს და ჯოჯოხეთში მოხვედრის შეეშინდება და ბრალდებულის სასაგებრო ჩვენებას მიცემს ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი თავის იმედი ჩვენი ტექნიკის იმედი სწორად დასმული კითხვების იმედი ისეთი კითხვების იმედი, რომელიც იქნება არა ადვილად განჭვრეტადი, არამედ საერთოდ განუჭვრეტელი ხშირ შემთხვევაში. ანუ ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ დასმული კითხვის არს მოწმე კი არა, მოწინააღმდეგე მხარიც, პროკურორიც კი ვერ უნდა ხვდებოდეს. და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დასკვნით სიტყვაში უნდა ხვდებოდეს თავად მოსამართლეც. ყველაზე კარგი შეკითხვა სწორედ ეს არის, სადაც მოწმე ისე დავკითხეთ, ისე მოვახდინეთ მოწმის დისკრედიტაცია, რომ მოწმე ბედნიერი გამოდის სასამართლო დარბაზიდან და ვერ ხვდება როგორი აბსურდულია მისი ჩვენება. ვერ ხვდება როგორი აბსურდულია მისი ჩვენება. მე მახსოვს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ საქმეში, სხვადასხვა შენ რო ჩემთან ჩვენს ბიუროში დაიწყე მუშაობა, შენი პირველი საქმე იყო ფოთის საქმე, თუ გახსოვს, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებოდნენ პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დავკითხეთ მთავარი გამომძიებელი. მთავარი გამომძიებელი დავკითხეთ და სხვადასხვა მთავარი გამომძიებელი იყო პირი, რომელიც დავკითხეთ
არა დესტრუქციულად, არამედ კონსტრუქციულად. მოგეხსენებათ ორი სახის ჯვარდიანი დაკითხვა არსებობს, კონსტრუქციული, დესტრუქციული. ჩვენ დავკითხეთ კონსტრუქციული დაკითხვით და ისე დავკითხეთ, რომ გახსოვს ალბათ თვითონაც ვერ მიხვდა თუ როგორი მოვიდა წინააღმდეგობაში ყველასთან და ყველაფერთან. თავის პასუხებით. და რომ გამოვიდა ეს ადამიანი სასამართლო დარბაზიდან, სადაც ბრალდებულის მშობლები და ბრალდებულის მეუღლე იყვნენ, თქვენმა ადვოკატმა საერთოდ ვერაფერი ვერ მიქნაო. მათ წამოაძახა ამ პოლიციელმა და ძალიან ბედნიერი იყო და სინამდვილეში სწორედ მისი დაკითხვით მოვიგეთ ჩვენ ეს საქმე. გამომართლებელი განაჩენს დაეფუძნა, ერთ-ერთი რასაც დაეფუძნა გამომართლებელი განაჩენი იყო მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია. ანუ ეს ადამიანს ვერ მიხვდა თუ რაში გამოვიჭირე ჩვენის. ანუ ზოგს გონია რომ ჯვარდიანი დაკითხვა არის აგრესია, ჯვარდიანი დაკითხვა არის ჩხუბი, კითხვების გამეორება, ერთი და იგივე კითხვების გამეორება, ეს არ არის ჯვარდიანი დაკითხვა. სწორად ჩატარებული ჯვარდიანი დაკითხვის დროს ხშირ შემთხვევაში მოწმე ისე არის დისკრედიტირებული, რომ თავადაც ვერ ხვდება თუ როგორი არადამაჯერებელი, არასანდო ჩვენება მისცა სასამართლოს. და სწორედ ასეთი ჩვენებები იგებს ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეებს. მახსოვს რა თქმა უნდა ეგ საქმე, ერთ-ერთი პირველი საქმე იყო, რომელიც შენთან ერთად წარუმართე და დიდი გამოცდილება მივიღე და ისიც მახსოვს როგორ ბრჭყალებში მასწავლეთ სურვა ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც ფაქტიურად მე ჯერ ჯვარედინ დაკითხვა მარტოს არ მქონდა ჩატარებული, ორივე ვიცავდით ერთ-ერთ ადამიანს, ბრალდებულს, ძალიან სერიოზულ საქმეში და შენ ალბათ მენდობოდი, რაღაცა შედავდი ჩემში პროცესის დაწყებამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე, მეუბნები რომ ვერ ახერხებ პროცესზე მოსვლას, ჯანმრთელობის რაღაც მდგომარეობის გამო. და მე უნდა დამეკითხა დაზარალებული და პირდაპირი მოწმე, ანუ ორი პირდაპირი მოწმე. თავარი მოწმე, მე მახსოვს რომ ნერვიულობდი, ხო, განიც დიდი ძალიან და მესიჯებშიც მივხვდი რომ რამდენჯერმე მკითხე რომ მართლა ვერ მოდიხარო, რამდენჯერმე მკითხე და მე ვთქვი ვერ მოვდივარ, შენ უნდა დაკითხო. და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რომ შენ მოგეცი შესაძლებლობა რომ შენ დაგეკითხა ეს მოწმეები. და მე მგონი შენც ხვდები რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ნუ როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა კი. და სხვათა შორის დასკვნის სიტყვაში ძალიან ეფექტურად გამოვიყენე შენს მიერ დასმული კითხვები და მასზე გაცემული პასუხები. და სწორედ ამით მოვიგეთ ეს სისხლის სამართლის საქმე ჩვენ. ანუ ხანდახან არის მომენტი რომ მე ესე მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ ანუ რთულ სიტუაციაში რომ ჩავარდები, იქ ავლენ შენს რეალურ უნარებს. თუ სხვა ადვოკატთან ერთად სიხარ პროცესი, სადაც ის სხვა ადვოკატი ატარებს ჯვარდიან დაკითხვაზე, შენ უბრალოდ უსმენ, კი, ბევრ რამეს ისწავლე, მაგრამ მაინც არ არის ის გამოცდილება, რასაც შენ იღებ უშუალოდ, როდესაც შენ არავინ ყავს დამხმარე, სხვა ადვოკატი არც ის პროცესზე და ძალიან დიდ საქმეში შენ გიწერს მთავარი მოწმეების დაკითხვა და სწორედ ეს სიტუაცია იყო ის, სადაც ძალიან ეფექტურად დაკითხეს სხვათა შორის და ხო, ნუ ვაბანკზე წავედი, სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა საქმეს ვიცნობდი, ამისთვის მზად ვიყავი და რო ვარ ყოფილიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, ნუ რა ვიცი, რაღაცას ვიზავდი იქ, გადავადებინებდი ბოლოს და ბოლოს პროცესს, მაგრამ სხვათა შორის ერთი რამე მინდა გავიხსენო, რომ იმ პროცესის შემდეგ ბევრად თავდაჯერებული იყავი სხვა პროცესებზე. კი ბატონო. და მივხვდი რომ იმ საქმის შემდეგ პროფესიულად ძალიან გაიზარდე. მადლობა. გაიხარე. აი ამ თემას რო გავუყვეთ ახლა. რა თქმა უნდა მე როდესაც შენთან მუშაობდი, გარკვეულწილად ვაღიარებ ამას და არც მრცხვენია რომ ვცდილობდი რომ მომებაცა შენთვის. ხო, მაგრამ მე მაინც რა თქმა უნდა გარკვეული შენი სტილი, იმიტომ რომ სწორი სტილი გაქვს, სწორი მიდგომები გაქვს და საერთოდ კლიენტ საქმეს განსხვავებულად უდგებით. ამიტომაც ხარ წარმატებული და ამიტომაც გაქვს ამდენი გამამართლებელი გადაწყვეტილება, ხო? რა თქმა უნდა, მე შენ
ვცდილობდი რომ მიმებაძა შემდის. მაგრამ საბოლოო ჯამში მივედი დასკვნამდე რომ მაინც საკუთარი სტილი უნდა გამოიმუშაო. იმიტომ რომ არ არის სწორი რომ თლიანად ადგე და ვიღაცა კი არა, ანუ კონკრეტული თუნდაც ტარიელ კაკაბაძე წარმატებული ადვოკატი გადმოაკოპირო და მიბაძო თავიდან ბოლომდე. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? სანამ მაგითხოს პასუხს გავცემ და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენ ადვოკატმა, რომელმაც საადვოკატო საქმიანობა დაიწყე ჩემთან ერთად, ჩემს საადვოკატო ბიუროში, ამდენს მიაღწიე, ასეთი წარმატებული გახდი და ასეთი დონის პროფესიონალი გახდი. აი მე თამამად შემიძლია ნებისმიერს უთხრა, ნებისმიერი სირთული საქმეში, რომ თუ ისინი აიყვანენ ჩაბა კოჭლამაზაშვილს, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საუკეთესო და ეფექტური დაცვით. და მე ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ სირთული საქმეში შენ უმაღლეს დონეზე დაიცავ ნებისმიერ ადამიანს და მე ამით ვარ ამაყი. და მომწონს მე შენში ეგთვისება, შენი ყველა ყოფილი თანამშრომლის წარმატება უზომოდ გიხარია. მე ფიქრობ, რომ ადვოკატის პროფესიაში წარმატება არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ მოგებული საქმეებით. რა თქმა უნდა, მოგებული საქმეები უდიდესი ბედნიერებაა. უდიდესი ბედნიერება არის მოგებული საქმეები და უდიდესი სიამაყეა, მაგრამ მარტო ეს არ არის. ამასთან ერთად არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო დიდი რამ არის, როდესაც შენს გამოცდილებას და შენს ოდნას სხვებს უზიარებ და შენ ეხმარები სხვებს, რომ გახდნენ წარმატებულები. რაღაცნაირად გზას უხსნი სხვა ადამიანებს წარმატებისკენ. და რა თქმა უნდა, როდესაც თითქმის ყოველდღიურად მე ვგებულობ, რომ ჩემი ყოფილი სტაჟიორი, ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ჩემთან ერთად დაიწყო საადვოკატო კარიერა, იგებს ძალიან დიდი სირთული საქმეებს. ამას დიდი ბედნიერება ადვოკატისთვის რა უნდა იყოს. და ამიტომ ვამბობ, რომ მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და პროფესიული ბედნიერება სწორედ ეგ არის. მოგებული საქმეები და როდესაც შენი ყოფილი სტაჟიორები იგებენ ძალიან დიდ საქმეებს. ხშირ შემთხვევაში ჩემივე მოგებულ საქმეზე მეტად შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს, მაგრამ მიხარია, როდესაც ჩემი ყოფილი სტაჟიორი იგებს საქმეს. ჩემი ყოფილი სტაჟიორის მიერ ადამიანის გამართლება უფრო მეტად მაბედნიერებს ის შემთხვევაში, ვიდრე ჩემივე დაცვის ყოფის გამართლება. და მე აქ ამ ყველაფერში ნამდვილად ვხედავ ძალიან დიდ მისიას და ერთ-ერთი ჩემი მისია არის ეს, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შემოვიყვანო ამ პროფესიაში და მარტო შემოყვანა არ არის საკმარისი. დავეხმარო, რომ გახდნენ წარმატებულები, დავეხმარო, რომ გახდნენ ღირსეულები. და დავეხმარო იმაში, რომ მათ შეძლონ ეფექტურად ადამიანების დაცვა. მე მჯერა, რომ ბევრი ადვოკატი, ბევრი ძლიერი ადვოკატი თუ იარსებებს ქვეყანაში, ამ ქვეყანაში ცხოვრება გახდება ბევრად უფრო უსაფრთხო და საზოგადოება გახდება ბევრად უკეთესი. და რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საერთოდ არაფერს ვამბობ. სწორედ ადვოკატზე დგას, ადვოკატთა ასოციაციაზე დგას ეს ყველაფერი. ადვოკატები რომ არა, ძლიერი ადვოკატები რომ არა ქვეყანაში, დამერწმუნეთ. ბევრი, კიდევ უფრო მეტი, დღესაც ხომ არიან უდანაშაულო ადამიანები ციხეში. ბევრად უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი იქნებოდა ციხეში. რაც შეეხება ზოგადად სტილს, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ არ უნდა მიბაძო კონკრეტულ ადვოკატს. აი, მოდი მარტო უცხოელ ადვოკატებზე რო ვისაუბროთ, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რო ვისაუბროთ, აი ქართველ ადვოკატებს რომ ვინმეს არ ეწყინოს და ასე შემდეგ, მოდი რო ვისაუბროთ უცხოელ ადვოკატებს. მე ხშირად მინახავს ადამიანი, რომელიც მაგალითად ამერიკულ პროცესებს უყურებს, ამოიჩემებს ერთ ადვოკატს და ბაძავს მას. ეს არის დიდი შეცდომა. რატომ? ერთი ადვოკატი შეიძლება იყოს კარგი ჯვარდინ დაკითხვაში, მეორე შეიძლება იყოს უკეთესი დასკვნის სიტყვაში, მესამე შეიძლება იყოს უკეთესი სტრატეგიებში. აი მაგალითად, ჯერი სპენსი სტრატეგიებში იყო საუკეთესო ჩემი აზრით. მისი სტრატეგიული ხედვა, აი გეგმის შედგენის უნარები იყო საოცარი. მაგრამ ადვოკატი ეფლი ბეილი ჩემი აზრით იყო ბევრად უკეთესი ჯვარდინ დაკითხვაში, ვიდრე ჯერი სპენსი. და
ჯონი კოხრანი კი იყო ამ ორზე კიდე უკეთესი დასკვნის სიტყვაში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს გემონების საკითხი არის. გემონების საკითხი არის, ხო? ამიტომ რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, იცით, რომ თითოსგან ავიღოთ საუკეთესო. ერთს კი არ მივბაძოთ ყველაფერში. ანუ თითოსგან, თითო ადვოკატისგან და ყველა ადვოკატისგან ავიღოთ საუკეთესო უნარები. ეს ყველაფერი გავაერთიანოთ ჩვენს თავში, ამას დავუმატოთ. ჩვენი ხასიათი, ჩვენი ინდივიდუალიზმი და ამ შემთხვევაში გავხდებით კვალიფიციური და ძლიერი ადვოკატები. და ბრმად ავდგე და ვიღაცას მივბაძო, ვიღაცის მანერებს მივბაძო, რა თქმა უნდა, არ მუშაობს და არ ეფექტურია. ტარიელ, ბოლოს ჟესტიკულაციაზეც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ნაფიც საჯულთა სასამართლოზე და არა მარტო. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჟესტიკულაციას და ქცევებს, ადვოკატის ქცევებს, მარტო საუბარს არა, ჟესტიკულაციას და ქცევებს ნაფიც საჯულთა სასამართლოზე და ზოგადად სასამართლოში. სასამართლო პროცესზე დიდი მნიშვნელობა გრას ვიტყვით, მაგრამ სხეულის ენას აქვს არანაკლებ დიდი მნიშვნელობა. მე შემიძლია მოვიშველო არაერთი გამოკითხვა, აი მაგალითად, როდესაც ადამიანები დებატებს ისმენდნენ რადიოში და მეორე კატეგორია დებატებს უყურებდა ტელევიზიით. ვინც ტელევიზიით უყურებდა, ამბობდა, რომ ამ მოიგო დებატი და ვინც რადიოთი უსმენდა, ამბობდა, რომ ბემ მოიგო დებატი. პირველმა ამ ნამდვილად არ მოიგო დებატი. ანუ რა არის აქ მნიშვნელოვანი? ვინც ტელევიზიით უყურებდა, ის ხედავდა ჟესტიკულაციას, ის ხედავდა სხეულის ენას. და რა თქმა უნდა, ის უღანაირად აღიქვამდა დებატებს. სუსტად იგივე არის სასამართლო პროცესიც. მსმენელი არა მარტო გვისმენს, არამედ გვიყურებს, ამიტომ სხეულის ენა ძალიან დიდი მნიშვნელობის შემცველი რამ არის და განსაკუთრებულად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს ადვოკატებმა. ამასთან დაკავშირებით, სხეულის ენასთან დაკავშირებით, ფიქრობ საერთოდ ცალკე ლექციები უნდა ჩავატაროთ ადვოკატებმა და მე სხვათა შორის 1-2 ახლახანს ჩავატარე ლექცია მხოლოდ ერთადერთ ენაზე, სხეულის ენა და მისი მნიშვნელობა სასამართლო დარბაზში. და მარტივად გეტყვი ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას. ანუ მე ვხედავ ძალიან ხშირად, რომ პროკურორები, ადვოკატები, მათ შორის იმიტირებულ პროცესებზეც დამინახავს, საუბრობენ როგორ. ხელები აქვთ ერთმანეთზე გადაჯაჭული, ან ესეთი მოძრაობა აქვთ, ან ეს აი ამ ფორმით აქვთ ხელები და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. პირველი რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ აბსოლუტურად არის, რომ შენსა და საზოგადოებას შორის არ უნდა არსებობდეს ბარიერი. თუ ხელები არის წინ და გადაჯაჭული, ესე იგი არსებობს ბარიერი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება ფიქრობს, რომ შენ არ ხარ გულწრფელი და რაღაცას უმალავს. პირიქით, რაც უფრო გაშლილი იქნება ხელები და რაც უფრო თავისუფალი იქნება ეს სივრცე შენსა და საზოგადოებას შორის, ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება. მნიშვნელოვანია ეს ასევე, რომ საუბრის დროს ხელის გულები უნდა იყოს მიმართული საზოგადოებისკენ. ხელის გულები თუ საზოგადოებისკენ არის მიმართული, ასეთ შემთხვევაში მსმენელი ფიქრობს, ბუნებრივია, ფიქრობს იმაზე, რომ შენ ხარ გულწრფელი, შენ მას არაფერს უმალავ. პირი, რომელიც ზის მაგიდასთან და საუბრობს, მალავს ხელებს. დავუკვირდით, მე რომ ახლა ხელები დავმალო და მაგიდისკენ რომ დავაწყო ხელები, ჩემი საუბარი იქნება დამაჯერებელი, რა თქმა უნდა არა. მსმენელი ფიქრობს, რომ მე რაღაცას მალავ. მე არ ვარ გულწრფელი ბოლომდე მასთან. ასევე, რა თქმა უნდა, ჯიბეში ხელი ძალიან დიდი შეცდომა არის, თვალის კონტაქტის არ ქონა ძალიან დიდი შეცდომა არის და ხშირად ნაფის საჯულებთან განსაკუთრებით იმიტირებულ პროცესებზე რას ხედავ, იცით, რომ 12 მსაჯული ხომ არის და ადვოკატი ამოარჩევს ორს, ძირითადად ორს უყურებს და დანარჩენს ყურადღებას არ აქცევს. თანაბრად უნდა გავანაწილოთ ყველას მიმართ ყურადღება, აბსოლუტურად ყველას მიმართ. ასეთ შემთხვევაში არსებობს ორწამიანი წესი, თუ ძლიერ არგუმენტს ვიტყვით და 2 წამით ჩავხედავთ თითოეულ მათგანს თვალებში, ეს არის იდეალური. თანაბარი ყურადღება უნდა იქნეს განაწილებული ყველას მიმართ და მაქსიმალურად მიახლოება, ჩვენება ფოტოების, ჩვენება ვიდეოების, საქმის მასალების ყურადღების მიქცევა მან უნდა იგრძნოს, რომ შენ მას ეხმარები სიმართლის ჩვენებაში, ეხმარები იმაში, რომ მან დაინახოს ჭეშმარიტება და წარმოიდგინეთ ისეთ შემთხვევა, როდესაც
პროკურორი გასაგებია შეიძლება კარგი არგუმენტები ქონდეს, მაგრამ ზის ერთ ადგილას არ უახლოვდება მსაჯულებს, რაღაცას კითხულობს ლექსივით, ადვოკატი კი მიდის, უახლოვდება, რაღაცას აჩვენებს, არ კითხულობს, აქვს თვალის კონტაქტი მათთან, რომელიც უფრო დაუჯერებს ნაბიჯ საჯული. რა თქმა უნდა, დაუჯერებს ადვოკატს, ხომ ასეა, რომელიც უშუალოდ კონტაქტშია ნაბიჯ საჯულებთან. შემდეგი რაც მინდა, ასევე რაც ახლა მახსენდება, ხშირად დაშვებული შეცდომა არის ტრიბუნის არასწორად გამოყენება. აი მაგალითად ყველა ვიყენებთ ტრიბუნას ნაბიჯ საჯულებთან, ხო ასეა და გამოსვლის დროს ხშირად ვიყენებთ ტრიბუნას, თუნდაც სიტყვის გამოსვლის დროს. ძალიან ბევრი ებღა უჭება ტრიბუნას. აი ორივე ხერს კიდევს ტრიბუნას, ან ცალ-ხერს და ებღა უჭება ტრიბუნას. ან ტრიბუნას აწვება რაღაცნაირად. ეს არის ძალიან სუსტი ჟესტი. ასე დროს მსმენელი ფიქრობს, რომ შენ არ ხარ თავდაჯერებული, შენ არ გეჯერა იმის, რასაც ამბობდა, შენ მყარად არ გახარ, შენ ჭირდება ტრიბუნა, რომელსაც შენ ჩაებღა უჭები და დაეხტნობი. ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ. არა იმისათვის რომ ჩავებღაუჭოთ და დავეხმოთ, არამედ იმისათვის რომ დავდოთ მაგალითად კომპიუტერი, მაგალითად ფურცლები დავალაგოთ, საწერ კალამი დავდოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება კი ბატონო სუბუქათი ცალი ხელი დავდოთ ტრიბუნაზე, მაგრამ ტრიბუნას როგორც ხშირ შემთხვევაში იყენებენ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაგიდასთანაც, როდესაც საუბრობენ, აი დაახლოებით ასე რომ ებღაუჭებიან მაგიდას, ესეც ძალიან არადამაჯერებელი ჟესტია. ასევე ძალიან ხშირად დაშვებული შეცდომაა, რომ საწერ კალამი უჭირავთ ხელში, როდესაც საწერ კალამს საერთოდ არ იყენებენ მაგალითად. ეცეც რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე, რომ არ ხარ თავდაჯერებული. ასევე როდესაც PowerPoint-ის პრეზენტაციას აკეთებენ, ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ უწერიათ, ძალიან ბევრი წინადადება უწერიათ, ეს შეცდომაა და უფრო ცუდი კითხულობენ PowerPoint-იდან, კითხულობენ. არასდროს არ უნდა დავწეროთ რამდენიმე წინადადება და მით უმეტეს არასდროს არ უნდა წავიკითხოთ რა წერია იქ. მაქსიმუმ თითოეული ეგრეთ წოდებული სლაიდის დროს მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა შევხედოთ PowerPoint-ს. მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში ძირითადი კონტაქტი ჩვენი უნდა იყოს ნაფიცი საჯულების მიმართ, მსმენელის მიმართ და ყველა მათგანს კიდევ ვიმეორებ, ყველა მათგანს უნდა უყურებდეთ თვალებში და უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება და დუმილის ხელოვნება არ უნდა დაგვავიწყდეს. რაც იგივე პაუზის ხელოვნება არის. ძლიერი არგუმენტი, დიდი პაუზა, ძლიერი არგუმენტი, დიდი პაუზა. პაუზა არის ის, რაც ჩვენს ძლიერ არგუმენტს ძლიერ არგუმენტად აქცევს. თუ ერთი ძლიერი არგუმენტის შემდეგ მეორეზე ისი გადავალთ, რომ არანაირ პაუზას არ გავაკეთებთ, როგორც წეღარ მოგახსენეთ, ასეთ შემთხვევაში მთლიანი ეფექტი იკარგება და ნაფიცი მსაჯული უბრალოდ ვერ აღიქვამს, ვერ შეიმეცნებს და ვერ გაისიგრძე განებს ჩვენს მიერ გაჟღერებულ არგუმენტაციას. კიდევ ძალიან ხშირად ვხედავ განსაკუთრებით პოლიტიკოსები აკეთებენ ამას და ხანდახან პროცესებს აკეთებენ ხოლმე, აი დაახლოებით ასეთი ჟესტი. აი ასეთი ჟესტი, ეს არის ძალიან ნეგატიური ჟესტი. ნებისმიერი ადამიანი ამ ჟესტს აღიქვამს აგრესიულ ჟესტად, მუქარად და ნაფიცებთან ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია. გეთახმები. არიელ უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ერთი სული მაქვს, რომ გავამზადო ეს პოდკასტი და ვაჩვენო საზოგადოებას. გმადლობ კიდევ ერთხელ. ჯაბა, მე მინდა რომ შენ გადაგიხატო მადლობა. პირველ რიგში ეს პოდკასტი არის ძალიან საინტერესო და ეს არის ის, რაც ძალიან ჭირდება არა მარტო იურისტების სამყაროს, არამედ სხვა ჩვეულებრივ ადამიანებსაც, არა იურისტებსაც და სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ვატარებდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციას და იქ რამოდენიმე კითხვა დამისვეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შენ გააჟღერე შენს პოდკასტში. ანუ ჩანს რომ ამ პოდკასტს ადამიანები უყურებენ, განიხილავენ და ძალიან აფასებენ შენს თავდადებას და შენს ხვაწრს ამ პროფესიის განვითარების კუთხით და დიდი მადლობა ამისთვის. გაიხარე.